Თემას დღის თემა მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. ევროპარლამენტში მომზადებული კიდევ ერთი დოკუმენტი საქართველოს შესახებ მოწოდება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის, პერსონალური სანქციების ამოქმედებისა და ასოცირების შეთანხმების შესრულების გადახედვისკენ და ორაზროვანი ჩანაწერი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე. Როგორ აპირებს გამკაცრებული რიტორიკისა და ნაბიჯების ფონზე ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და რჩება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივა. სხვადასხვა შინაარსის მისალოცი ტექსტები ვაშინგტონიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მითითება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე და ხელისუფლებისთვის კრიტიკული შინაარსის ჩანაწერებით სავსე მეგობარი აქტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერის შემდეგ განხილვებს სენატში ელოდება. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებო ბოლო თვეებში მიღებული კანონები, რომლებმაც შიდა თუ საერთაშორისო პარტნიორების ვნებათა ღელვა კიდევ უფრო გაზარდა, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებები. ყველა ამ თემას დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან განვიხილავთ, რომელმაც დღეს ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთი წერილით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო შალვა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დაუმშვიდობის, მოგესალმებით, მიესალმეთ ჩვენს ტელემოყურებელს. პირველ რიგში მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ მაინც ბრიუსელთან ურთიერთობით და იმ ახალი გზავნილებით, ანგარიშეთა თუ განცხადებებით, რომლებიც მოვისმენთ ბოლო საათების განმავლობაში. მარტაკოსის ევროკომისრის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ისეთი მძიმე შინაარსის განცხადება იყო. მან პირდაპირ თქვან, რომ სამი ვერსია შეიძლება განიხილონ საქართველოსთან მიმართებაში თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას და საგარეო კურს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ღრმა და ყოვისმომცველი სავაჭრო შეთანხმების რამდენიმე დებულების გაუქმება და ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება. საინტერესო არის აი ასეთი მძიმე განცხადებების და პირდაპირ გამაფრთხილებელი გზავნილების ფონზე ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამს, რომ ყველა ეს ვერსია თუ ეს დაანონსებული მიდგომა იყოს თავიდან აცილებული. უპირველეს ყოვლისა, თავად ის რომ ბრიუსელი ულტიმატუმების ენით საუბრობს, აჩვენებს თუ რა გამოწვევების და პრობლემების წინაშე დგას ბრიუსელი და მისი ბიუროკრატია. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად აცდენილი არის გარკვეულწილად ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს სინამდვილეში. ჩვენ ხედავთ, თუნდაც ეს განცხადება რომ ჩაუფიქდეს მის შინაარს რამდენად აბსურდულია. ევროკავშირის კომისარი ამბობს, რომ თუ კი ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო არ იქნება რაღაცა ტემპებით, იქნება სანქციები. უბრალოდ ჩაუფიქდეთ, ანუ დაგვიჯიან იმ შემთხვევაში, თუ კი ის ტემპი არ იქნება თუ მათთვის მოსაწონი პროცესი არ იქნება მათ ორგანიზაციაში გაწევრიანების. ანუ ეუბნებიან ქართულ ხალხს, თუ თქვენ ჩვენ ისე არ მოიქცევთ, როგორც ჩვენ მოგწონს, როგორც ჩვენ შევაფასებთ კარგად, ჩვენ ამისთვის დაგსჯით. ეუბნებიან სუვერენულ სახელმწიფოს, სუვერენულ მოქალაქეებს. თუ ეუბნებიან ხელისუფლებას. თუნდაც ხელისუფლებას, სუვერენული ქვეყნის, დამოუკიდებელ ქვეყანას ეუბნებიან. წარმოიდგინეთ ჩვენ რომ ეხლა წევრიანდებოდეთ, არ ვიცი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიმე სხვა ორგანიზაციაში გვეუბნებოდნენ, თქვენ თუ რაღაც არის დაგსჯით ამის გამო, სანქციებს დაგიწესებთ. ანუ ეს ხო აბსურდია, ხო, მაგრამ გამოდის რომ ვინმე გვიპყრობს თუ რა ხდება, არა? ეს ხო ამითი ხო თავადვე უზრუნველყოფენ იმ შედეგებს, რაც დღეს ვნახეთ ევრობარომეტრში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დობა ნახევარზე დაბალი არის ევროკავშირის ბიუროკრატიის მიმართ. აი ეს არის ზუსტად ამის შედეგი, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა უყურებს ქვეყანა, რომელიც არის საბჭოთა კავშირი გამოვლილი, უყურებს, რომ ბრიუსელში ზოგიერთი დღეს ცდილობს ჩაანაცვლოს მოსკოვი. როგორც იქიდან იყო მითითებები, რევიზორების ჩამოსვლები, თითის ქნევა და იმავე ტონით გვესაუბრებიან სხვა ჩვენს იგივე ხალხი. ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი შეგახსენებთ, გორბაჩოვის თანამებრძოლი იყო. და ზუსტად იგივე ხალხი იგივე რუსული აქცენტით, მათ შორის ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი ინგლისურად გვესაუბრება რუსული აქცენტით, თიც გვიქნევს, თუ კი არ მოიქცევთ ისე როგორც ცენტრს უნდა, ამისთვის დაჟიან ქართულ ხალხს და მის ხელისუფლებას. აი ასეთ აბსურდამდე არის სამწუხაროდ მისული დღეს ევრობიუროკრატია. თქვენს ხელისუფლებას ადანაშაულებენ ევროსკეპტიციზმის ზრდაში, იმ რიტორიკის გამო, რომელსაც მართველი გუნდი იქნევს. ყველაფერს თავი დავანებოთ, სკეპტიციზმი და ასე ვთქვათ, სკეპტიციზმი. ამის გამო შეიძლება ქვეყანა დასაჯო? ანუ შეიძლება ასეთი მიდგომა გქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ როცა საუბრობენ ევროკავშირი, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის სოლიდარობა, თანადგომა და ამავდროულად თუ ჩვენთან არიული სწრაფი ტემპით, მე შენ ამისთვის დაგსჯი.
ეს რა მიდგომა, ეს ხო აბსოლუტურად წმინდა საბჭოური აზროვნება, როდესაც საბჭოთა კავშირი ქმნიდა თავის ბლოკებს, დაახლოებით ამ ტონით ესაუბრებოდა ალბათ სუვერენულ სახელმწიფოებს და მოქალაქეებს. ამიტომ აბსოლუტურად გამოუგნებელი არის ეს ტონი, რომელსაც ჩვენ ვისმენთ და ვისმენთ რატომ. სიამოვნებაში პრობლემა მათ შორის არის ის, რომ ჩვენ, იმიტომაც ყველად არ ვახსენებ ეს საბჭოთა კავშირი. ჩვენ როგორც ქვეყანა სახელმწიფოს ერს საზოგადოებას საბჭოთა კავშირის განმავლობაში დიდი ხანი გვაჩვენებდნენ და ჩვენ ამ სიჩუმეს გამო ამის გამო იყო რომ ასე ვთქვათ თავს კომფორტულად არ ვგრძნობდით და გვინდოდა ჩვენი ქვეყანა. ბრიუსელი უნდა მიეჩვიოს კრიტიკას. ჩვენ ამას ვატყობთ, რომ ჩვენი კრიტიკას, რომელსაც გამოვთქვას ქართული საზოგადოება, მათ შორის აი ევრობარომეტრის მაჩვენებლით, რომლითაც გამოჩნდა, რომ მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები ენდობა ევროკავშირის ბიუროკრატიას, ამ კრიტიკის მოსმენა უნდა ისწავლონ. ეს არის ევროპელობა. ევროპელობა არ ნიშნავს მხოლოდ ევროკავშირის პასპორტის ქონას ჯიბეში და ამას მე მგონი დიდი ხანია ჩვენ უკვე ამას კრიტიკად არ მიიჩნევენ, პირდაპირ მიგითითებენ. აი მე მაგალითად ევროკავშირის ელჩზე მინდა ვისაუბრო, თქვენ ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ რამდენჯერმე გქონდათ მასთან წერილობითი მიმართვა, წერილები გაუგზავნეთ და დღესაც იყო ანალოგიური შინაარსის წერილი, რომელიც საჯაროდ გახდა და იქ ითხოვთ, რომ გაემიჯნოს, დაგმოს პაულ ჰერჩინსკიმ ძალადობის და ზიზღის გამოვლინებები და ის ქმედებები, რომლებიც თქვენი შეფასებით სწორედ ევროკავშირის საელჩოდან დაფინანსებული ორგანიზაციების თუ ჯგუფების მხრიდან იგეგმება საქართველოში. თვითონ ისინი მიგითითებენ, რომ ანტიდასავლური რიტორიკა არის ამ ურთიერთობის დამაზიანებელი, რომ თქვა მაგალითად პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათი დაკავებები ამ ურთიერთობის დამაზიანებელი, ანუ ისინი მიგითითებენ იმ ნაბიჯებზე, რის გამოც ეს ურთიერთობა გაუარესდა. და ამის გამო მათმა დაფინანსებული ადამიანები უნდა გვაგინონ? ანუ ამით ამართლებენ, რომ იმის გამო რომ რაღაცა არ მოსწოთ შეიძლება ხელისუფლებაში, უნდა დააფინანსონ ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად პარლამენტის წევრს, რომელიც თავს ღამე ადგებიან სახლში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და მის მცირეწლოვან შვილთან ერთად სააცხოვროს, რომელიც ასე შემდეგ ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ანუ მართლდება, ამით იმართლდება, ანუ ევროპას თუ დააწერ რამეს, შეგიძლია გზიზღით ჩადო, სიძულვილით ჩადო და დეზინფორმაციად ჩადო. სამწუხაროდ აი ეს არის. ჩვენ როდესაც კანდიდატის სტატუსზე შეგვქონდა განაცხადი, როდესაც ასოცირების შეთანხმებას ხელს ვაწვევით, ჩვენ რა გვინდოდა, რა შევუკვეთეთ? ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსამართალი და რა ჩამოგვივიდა? ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა. იმიტომ რომ თავად აიგივებენ საკუთარ თავს ზიზღთან, ძალადობასთან და პროპაგანდასთან. მე ამ წერილშიც ვახსენე, მე მანამდეც მივწერე ერთი თვის თუ ორი თვის წინ მივწერე წერილი და წერილის გარდაც ისედაც მე ამაზე ხშირად ქონია კომუნიკაცია უკვე დიდი ხანია როგორც ევროკავშირის ელჩთან ისე სხვა ელჩებთან. ჯერ კიდე მაშინ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ მათ თავად უნდა აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო დაფინანსება და არ შეისმინეს ეს არანაირად. მათ შორის მანამდეც მიმართე, რომ აი შემთხვევები, მათ შორის ფაქტები გაუგზავნეთ. და როგორია მათი პასუხი? თუნდაც წერილობით გიბრუნებენ პასუხს და რა წერენ? წინა წერილზე მივიღე პასუხი. მივწერე კონკრეტული ფაქტები, როდესაც მათი ევროკავშირის საელჩოს დაფინანსებული ადამიანები უშვერი სიტყვებით ლანძღავენ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, დეზინფორმაციას ავრცელებენ, პროპაგანდა, ასე შემდეგ. ფაქტების მეტი რა არის? ამ ფაქტების სია არის ძალიან გრძელი. ამის საპასუხოდ წინაზე პასუხად მივიღეთ, დიახ, რთულია, პოლარიზაცია სამწუხაროა, არც ერთი მხარე არავის არ აკლებს და კარგად ბრძანდებოდეთ. ეს არის ყველაფერი. რა არის ჩვენი მოლოდინი? ჩვენი მოლოდინი არის საჯაროდ გამიჯვნა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? დღესდღეობით ჩვენ ხელის გულზე დევს, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატებმა ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ ასე ვთქვათ მოძრაობებისა, დღეს ხელის გულზე ერთ-ერთი დაფინანსება ეს არის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნების დაფინანსება. შესაბამისად, ყველა ეს სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია დღეს ფინანსდებდა ევროკავშირის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან. და მათ შორის მათ აქვთ ყოველდღე რომ გამოდიან მათ შორის დღესობისმეტ პარლამენტში რომ მხარს უჭერენ ამა თუ იმ აქტივისტულ NGO-ს. ამით ხო ამბობენ რომ ისინი იწონებენ იმ ქმედებებს, რომელსაც ისინი ჩადიან. როდესაც კონკრეტული ადამიანები უვარდებიან მცირეწლოვანი
ბავშვებთან ერთად უვარდებიან პარლამენტის წევრებს, რომლებიც სოციალურ ქსელში თუ პირადად შეურაცხყოფას აყენებენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. აი ამაზე მქონდა ზუსტად მიმართა პირადად პაվել ჰელჩინსკის მიმართ ევროკავშირის. მას როგორ ესახება მაშინ აი თქვენთან კომუნიკაციის დროს პოლარიზაციის დაძლევა, რასაც როგორც ამბობთ უბრალოდ ადამიანთაც რო შევხედოთ. ამაზე მქონდა მე წინა წერილიც და ეს წერილიც პირადად პაվել ჰელჩინსკის ევროკავშირის ელჩის მიმართ. თქვენს მიერ დაფინანსებული ადამიანები თავს ესხმიან, ძალადობენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, საჯაროდ თქვით, რომ ეს არ არის ევროპული საქციელი. ხო არ ამბობენ საჯაროდ, აი რატომ რა უღირს ახლა, რატო არ შეიძლება რომ ეს თქვას, იცით რატომ არ ამბობენ არაფერს? იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი, რომელიმე ევროკომისარი ან რომელიმე სხვა ელჩი იტყვის, რომ ბავშვიან, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, როდესაც არის პარლამენტის წევრი, მიუვარდები, ჯერ პარლამენტის წევრის უშვერი სიტყვებით ლანძღვა საჯაროდ, შემდეგ ბავშვებზე ასეთი ზეწოლა, ძალადობა, ფეიერვერკებით დაწვა, პოლიციელებზე ქვების სროლა, როგორც კი იტყვიან რომ ეს არ არის ევროპული საქციელი, იმავე მომენტში მათ ასე ვთქვათ გამოაცლიან იმ ლეგიტიმაციას, რომელსაც დღეს აძლევენ გარედან ამ მოძალადე ჯგუფებზე. სწორედ ამიტომაც საერთო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალადობა, ეს ზიზღი, ეს პროპაგანდა დღეს არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული ევროპული წყაროებით. რა ინტერესი აქვს მაშინ ასეთ შემთხვევაში? მარტივი ჩვენ ნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაში, როდესაც მათ შორის პირადად ევროკავშირის ელჩი ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში. გეტყვით ფაქტებს. მე სხვა დროსაც მithქვამს, რომ თავად და მე ყველა მთელი საზოგადოება ამას უყურებდი. ეს გვახსოვს, მაგრამ აი მიზანი რა არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს? ჩვენ ხოდა აბსტრაქტულად რა გვაცხოდეთ, აი შევხედოთ, არის თუ არა ეს ჩარევა. მაგალითისთვის ოქტომბერში ქონდა არჩევნები, ხო 26 ოქტომბერს, 4 ოქტომბერი, პაվել ჰელჩინსკი. ქართული ოცნების საარჩევნო ბანერები არის შემზარავი და სამარცხვინო. ვინ ეკითხება ევროკავშირის ერთ ქართული ერთ-ერთი პარტიის ბანერების შეფასება? ხო, მაგრამ ნახეთ, აი ბატონ შალვა, აი თქვა ამაზე გიპასუხებდით, რომ საქართველოს გაცხადებული საგარეო პრიორიტეტი, მიზანი, რომელიც არის კონსტიტუციითაც გამყარებული მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რომ იყოს ევრო ინტეგრაციის პროცესი გაგრძელებული და ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ის ევროკავშირი გვიწესებს კონკრეტულ პირობებს, კრიტერიუმებს, რის საფუძველზე ჩვენ შეიძლება მიგვიღონ ევროკავშირში. აი ამიტომ აქვს უფლება ჩაიროს არჩევნებში, ამიტომ აქვს უფლება რომ ვენის კონვენცია თქვა შეიძლება მან რეკომენდაცია რჩევა მისცეს, რომ თქვა თუ შეიძლება მან დაინახა იქ რაღაც გარკვეული ბანერებზე თქვა რაღაც ეს სწორი იქნებოდა თუ კი ჩვენ ვიაზროვნებდით მე-19 საუკუნის ან მე-20 საუკუნის დასაწყისის სტილში, როდესაც არსებობს მეტროპოლია და არსებობს პერიფერია. ან ვიაზროვნებდით მე-20 საუკუნის სტილში, საბჭოთა კავშირის წლებში, როდესაც არსებობს მოსკოვი ცენტრი და არსებობს პერიფერია. თუ კი ეხლა ბატონ ჰელჩინსკის უნდა მთავარმართებლის როლი ითამაშოს, ეს სხვა არის, მაგრამ არავინ არ ეკითხება არც ერთ ელჩს საარჩევნო კამპანიის დროს 20 დღით ადრე არჩევნებამდე 22 დღით ადრე 4 ოქტომბერს შეაფასოს ერთ-ერთი პარტიის ბანერები. ამითი პირდაპირ გამოთქვას, რომ ამ პარტიას ჩვენ გვერდში არ უდგალა. 7 ოქტომბერი 2024 წლის 20 დღე არის და 19 დღე დარჩენილი. პაվել ჰელჩინსკი არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტი სამართლიანი არჩევნების ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნა. ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს ჩვენი კონსტიტუციური პროცესები? ვინ ეკითხება? დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია. ეხლა რა პაվել ჰელჩინსკის ასე ვთქვათ ანგარიშის გაწევის გამო ჩვენ კონსტიტუციურ პროცესებს არ მიკითხოთ. ვინ ეკითხება ელჩს ჩაერიოს შიდა საქმეებში? ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტი ამას ამბობს ზუსტად, რომ სანაცვლოდ იმ პრივილეგიებისა, რაც აქვს დიპლომატს ქვეყანაში, რომ ის არის ხელშეუხებელი, რომ მას აქვს გადასახადებს არ იხდის, ასე შემდეგ პრივილეგიებისა, მას აქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში. ეს რა თქმა უნდა ჩარევა არის და ბოლოს 22 ოქტომბერი 2024 წლის 4 დღით ადრე არჩევნებამდე, სადაც ფაქტობრივად მოწოდებით გამოდის პაվել ჰელჩინსკი, რომ გთხოვთ წადით არჩევნებზე. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ხელმთავრობის მოქმედების შედეგად. 4 დღით ადრე არჩევნებამდე ამომრჩეველს ეუბნება, რომ აი ქართული ოცნება, მისი ბრალია ეს ყველაფერი. ახლა ყველა ხმა მნიშვნელოვანია, გადის და მიეცით ხმა თქვენს მომავალს,
კარი გაგიღეთ საქართველოსთვის გავაკეთო, ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს, ეს არის თქვენი არჩევანი. პირდაპირ საარჩევნო მოწოდება პაվել ჰერჩინსკის მხრიდან. არა, მე ისე თქვა მინდა, იცით რა, მით უმეტეს მე გახლავართ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ჩემი პირველი განათლებით. ეს ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ, ეს რაღაცა სათამაშო კი არ არის. დღეს როცა ედავებიან რუსეთს, რას ედავებიან? ედავებიან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. რა არის წესები საერთაშორისო? ეს არის საერთაშორისო კონვენციები, რომელიც საუბრობს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ. რას ამბობს ვენის კონვენციის 51-ე მუხლი? ამბობს, რომ დიპლომატს აკრძალული აქვს ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის საშინაო საკითხებში. რატომ? იმიტომ რომ არ შეეხოს მის სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის შიდა საქმეებს. პაվել ჰერჩინსკიმ რამდენჯერმე დაარღვია ვენის კონვენციის 51-ე მუხლის პირველი პუნქტი. მონაწილეობდა არჩევნებში, ისიც დამარცხდა როგორც ოპოზიცია ამ არჩევნებში. ჩვენ ახლა რასაც ხედავთ, ეს არის უბრალოდ ვენდეტა ფაქტობრივად იმ ხალხის მხრიდან, იმ ჯგუფების, იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რასა იუკნევიჩიანი იქნება თუ სხვები იქნებიან, მათი ვენდეტა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამას ხედავთ ჩვენ საბოლოოდ. ხო, მაგრამ თქვა მართველი გუნდის მუდმივად რიტორიკა, რომ ეგრეთ წოდებული deep state-ის გავლენა, რომ უნდათ ქვეყნის ომში ჩართვა, მაგრამ მათ ღიად აქვთ გაცხადებული, რის გამო დაიძაბა მათი აზრით ურთიერთობა და რის გამო შეაჩერეს მათ მოლაპარაკება ყველა დონეზე და ევროინტეგრაციის პროცესი. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ მიზნად სახელდება თავის დროზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც დღეს უკვე გაუქმებულია და ჩანაცვლდა ეგრეთ წოდებული ფარას უკვე ქართული ანალოგით. ანუ ამ კანონების გამო რეალურად დაიძაბა. რატო დაიძაბათ? რა არ მოსწონდათ? ისინი ფიქრობდნენ, რომ ევროპულ ღირებულებებთან და ევროპულ სტანდარტთან არ იყო შესაბამისი. რომელი ღირებულება ახსენეს სხვათა შორის? თქვენ თუ გახსოვთ, აი ევროპულ ღირებულებას არ ეწევა კერძოდ ღირებულება ნომერი 1, აი ეს და ეს, რამე თქვა ეს კონკრეტული. დააკვირდით, რომ ხშირად, როდესაც საუბრობენ ეს ადამიანები ევროპულ ღირებულებებზე, ამის იქით კონკრეტიკაში არ მია ევროპული ღირებულება, რაღაც აბსტრაქცია, როგორც ევროპული ღირებულება. მე არ ვიცი ხარ, აი მე ქართულ ღირებულებებს ვინმე თუ უწუნებს რომელიმე ევროკავშირელი, ასე ვთქვათ, მაშინ ეს გითხარ, რამე ჩვენ ღირებულებებში პრობლემა ხომ არის? ამ შემთხვევაში დაფუძნებული იყო, რომ მედია და სამოქალაქო სექტორი იქნებოდა, ვთქვათ, რეპრესიების სამიზნე მათი. ყველაზე დიდი დონორი საქართველოში იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ისე როგორც სხვა ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატებმა აღიარა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაცია, საზოგადოებების არევა, ძირის გამოთხრა, პროპაგანდა, მედია ქსელები ფინანსდებოდა, აღიარა ამერიკის შეერთებული შტატებმა და გააუქმა ეს დაფინანსებები. ეხლა რა გინდა თქვათ, რომ ევროპული დაფინანსება ამისგან რამით განსხვავდება, როდესაც ფაქტები ვიცი. ეს ფაქტებიც ვაქვე სხვათა შორის ბატონი ჰერჩინსკისთვის მიწერილი და ამ წერილშიც მქონდა ამაზე საუბარი. ორგანიზაცია სირცხვილია, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებით მოლოტოვის კოქტეილის რეკლამა აწარმოა. და იცით ვინ აფინანსებდა სირცხვილიას ამ კამპანიას? ევროპის დემოკრატიის ფონდი. და იცით ვინ არის ევროპის დემოკრატიის ფონდის ბორდის ხელმძღვანელი? ბატონი მაკალისტერი, რომელიც ახლა ვიხილეთ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის. აი ეს ადამიანები ფარულად იატაკ ქვეშ ფაქტობრივად სპეცსამსახურების მეთოდებით აფინანსებენ, რაც ცნობილია, პოლიტიკოსებს, ჩუმად აფინანსებენ პოლიტიკოსებს. და კითხეთ ოპოზიციისას რამდენს აქვს ფული ჩარიცხული მათგან, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, აფინანსებენ პროპაგანდას, აფინანსებენ მოძალადე ჯგუფებს. ეს ყველაფერი არის ფაქტები. და ნაცვლად იმისა, რომ ამას უპასუხონ არგუმენტებით, საპირისპირო ფაქტებით, ნაცვლად ამისა ხედავთ გაბუტულ პოზიციას, რომ ეს რა არის თავდასხმა არის ევროკავშირზე და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ბრიუსელი და ყველა საელჩო რახან ესე ერევიან შიდა პოლიტიკაში შეეგუონ უნდა კრიტიკას. კრიტიკა უნდა აიტანონ. თუ კი რამე არის ევროპული, ეს არის კრიტიკის ატანა და ამაზე პასუხის გაცემა და არა ხელის აკნევა, როგორც სამწუხაროდ შეაჩვიეს ქართულ საზოგადოებას. და აი ეს რიტორიკა, თუნდაც აი ასეთი რიტორიკა ამ გაუარესებული ურთიერთობის, თქვათ, მეტნაკლებად ნორმალიზების პროცესს რამდენად შეუწყობს ხელს, ანუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლება, ან რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა, რომ როგორმე, თქვათ, რაღაც შეიცვალოს მოცემულობა და აღარ იყოს მუდმივად ესე და რომ რაღაცა გარკვეული წერტილიდან გაგრძელდეს ევროინტეგრაცია. აი როგორ გესახებათ გადატვირთვა? რა გითხოთ ახლა ახლა ხუმრობითო გიპასუხოთ, ჩვენ დავიწყეთ? ჩვენ ხო არ დაგვიწყე ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს ხო ჩვენ ხედავთ, როგორც ცდილობენ, რომ ჩაერიონ ქართული ხალხის არჩევანში და ეს რა იყო თუ არა. უყურეთ, როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიხილეთ თბილისში მიტინგზე.
ნუ ეხლა აქ რა წესებზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ და სამწუხაროა საერთოდ ჯამში რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან რაც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები რაღაც საბჭოური მეთოდებით. შეიძლება ითქვას კიდევაც რომ შეიძლება ქვეყანა გამოიყვანოს საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან. და სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის ძალიან კარგი მაგალითი არის, რომ ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირი მათი პოლიტიკური ელიტიდან და ზუსტად იმავე მეთოდებით იგივე ქედმაღლობით უყურებენ ქართულ საზოგადოებას. მათ შორის დღესაც ვიხილეთ, მათ შორის ევროკომისიის განცხადებაში, თუ სხვების განცხადება იყო, აი არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს იქნება კიდე გამოცდა. კი, აი ზუსტად ამაზე მინდა მაინტერესებს თქვენი შეფასება, თუმცა სანამ გითხავთ, აი მანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა და რომელიც მომდევნო კვირას უნდა გაიტანონ კენჭისყრაზე, იქ არის რამდენიმე მოწოდება, რომ პერსონალური სანქციები იქნებოდა, ვთქვათ, კარგი ბერკეტი ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ასევე მოუწოდეს ევროკომისიას რომ გადაიხედოს ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესი. ანუ საბოლოო ჯამში მაინც ფიქრობთ თუ არა რომ ანუ ქვეყნის ინტერესები ზიანდება ევროინტეგრაციის პროცესი, იმიტომ რომ ხელისუფლება ამბობს რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმება ექნება შესრულებული. როგორ იქნება მაშინ, როდესაც ევროპარლამენტში ითხოვენ რომ საერთოდ შეჩერების პროცესი, იმპლემენტაციის პროცესი იყოს გადახედილი. როგორ გესახებათ ასეთი ურთიერთობის და ასეთი შინაარსის მოწოდების ფონზე ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენა. უბრალოდ ეს აჩვენებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ მარიონეტები ხელისუფლებაში. დღეს ხომ რა არის ქართული ოცნების ალტერნატივა? ქართული ოცნების ალტერნატივა ხო არის ის პოლიტიკური ჯგუფი, დაჯგუფება, რომელიც რას პირდება ქართულ ხალხს, რომ ის იმოქმედებს გარედან მითითებების შესაბამისად, ხო? ჩვენ ხო ამას გვსაყვედურებენ, რატომ არ ვიქცევით ისე, როგორც გვეუბნება რომელიმე ევროპარლამენტარი თუ რომელიმე პრესმდივნის მოადგილის თანაშემწე. ხო ამას გვსაყვედურებენ. და რა პირობას აძლევენ? წინასაარჩევნო კამპანიაც ხო ამაზე იყო სინამდვილეში. და რას თავაზობდნენ ქართულ ხალხს, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც მას უკან ნახებს, როგორც ეტყვის რასა იუკნევიჩიანე, ეტყვის რომ გააკეთეთ ესე, დადეკით ცალფეხზე, დადგებიან ცალფეხზე. ეტყვის რომ დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაუწესებენ სანქციებს რუსეთს და დაანგრევენ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკას. ყველაფერს ამას ხო გააკეთებენ. ხო ამას აკეთებდნენ. ხო ამას გვეუბნებოდნენ გავაგზავნოთ უნდა მოხალისეები ომში, როცა არც ერთმა ქვეყანამ არ გააგზავნა და აი ჩვენ უნდა გაგვეგზავნა, იმიტომ რომ რაღაცა ასეთი მოთხოვნები ჰქონდათ. ხო ამას საყვედურებენ სინამდვილეში ქართულ ოცნებას, რომ ის არ მოქმედებს გარედან მომდინარე რაღაც მითითებებით და შესაბამისად პრობლემა ეს არის. რა არის იცით საქმე რაში არის, რომ კიდევ ერთხელ ამ თლიან ისტორიაში ვინც არის არცდენელი ევროპულ ღირებულების, ეს არის ბრიუსელი. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს იმ ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ჩაიდო მაშინ, როდესაც ის იქმნებოდა. ის ქცევა, რაცაც ჩვენ ხედავთ ქართველი ხალხის მიმართ, ეს აბსოლუტურად არ არის ახლოსაც კი ევროპულ ღირებულებებთან და მე ვთქვი კიდევაც, რომ ეს ძალიან ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ წააგავს საბჭოურ ქმედებას რაღაც პერიფერია რესპუბლიკის მიმართ. აი ამ ასევე ანგარიში ერთი ჩანაწერია კიდევ რომ თქვათ ისინი არ აღიარებენ ერთპარტიულ პარლამენტს და ასევე პრეზიდენტის ლეგიტიმაციას. მართლ გუნდს უქმნის თუ არა პრობლემას, რომ ერთი პოლიტიკური ძალით არის საკანონმდებლო ორგანო წარმოქმნილი, რაც მუდმივად არის ხდება სხვადასხვა რეზოლუციასა თუ ანგარიშში ჩანაწერის. ევროპარლამენტს ჩვენ ამ მხრივ სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ტექსტები და რეზოლუციები, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოიხსენეთ დღესაც, ხო, ვნახეთ ამ ანგარიშიც ეს იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი შეაფასეს როგორც რაღაც პროგრესული რეჟიმი და კიდე სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ დროს პარალელურად მიდის საგამოძიებო კომისიის ხდომა, სადაც ვიხსენებთ იმ ტრაგედიებს, რომელიც ხდებოდა მაშინ, როდესაც ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი მოხსენებელი დღეს ლიტვაში იყო მინისტრი. მინისტრი იყო იმ პერიოდში, როდესაც აქ ციხეებში აწამებდნენ ადამიანებს. სიტყვა გაუგია ვინმეს მისგან კრიტიკული დღეს რომ მთლიანი ბალტიის ქვეყნების მთავრობები დღეს დილით იღვიძებენ და საღამოს იძინებენ საქართველოს შიდა პოლიტიკის კომიტეტად. ერთი სიტყვა გაუგიათ მაშინ, რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ სინამდვილეში ისინი ამ მთლიანი ტრაგედიის თანამონაწილეებიც არიან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ამ რეჟიმს ამყარებდნენ მაშინ, ახლა სურთ მათი დახსნა ციხიდან. კიდევ ერთხელ ეს არის ღირებულებითი კრიზისი.
რომელსაც ჩვენ ევროპარლამენტში ვხედავთ, ჩვენ მათ შორის როგორც შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ზუსტად იმ ფარას წყალობით, რომელიც დღეს ახლა უკვე ჩვენთანაც მოქმედებს და ამერიკაში უკვე რამდენი ხანია მოქმედებს, ზუსტად ფარას წყალობით ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტებს. აი ეს არის დღეს ევროპარლამენტი, როდესაც ამერიკიდან იწერება რეზოლუციის პროექტი. როგორ გაიგეთ ევროპარლამენტის ანგარიშის კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელსაც მოყვა სხვადასხვა ინტერპრეტაცია, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზეც, რომ ესე იგი 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის და პოლიტიკური პლურალიზმის გამოცდა იქნება და ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ევროპარლამენტარები თქვათ ემხრობიან ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, თქვენ როგორ გაიგეთ? მე გავიგე როგორც ქედმაღალი მეტროპოლიიდან პერიფერიისთვის გადმოსროლილი სიტყვა, რაც გამოცდები. და გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. აქ სკოლაში ჩარჩენილი, კლასში ჩარჩენილი მოწაფე არავინ არ არის. და მე უნდა დაანებოს და ზუსტად ეს არის საბჭოური აზროვნება, როდესაც ბრიუსელიდან ქართულ ხალხს გვიყურებენ როგორც რაღაც არასრულფასოვან საზოგადოებას, რომელებს რაღაც გამოცდები უნდა ვაბაროთ. ეხლა ბრიუსელის წინაშე თუ რა ვიცი ქალბატონი იუკნევიჩიანეს თუ სხვების წინაშე უნდა ვაბაროთ გამოცდები. ეს დამოკიდებულება რაღაც მეორე ხარისხოვან საზოგადოება წარმოჩენა ქართველი ხალხისა უნდა დასრულდეს. და ეს დაასრულა ქართულმა ხალხმა 26 ოქტომბერს. იმ არჩევნებში ეს ითქვა. სიამოვნებაში ამაზე გამწარდა ზოგიერთი, როგორც რაც ეხლა სხვა შორის გაიმეორა ევრობარომეტრმა, ზუსტად ეს არაჩვენა. ზუსტად ეს აჩვენა, რომ ეროვნულ მთავრობას ყავს მხარდაჭერა, რომ მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ეროვნულ მთავრობას და რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის უკვე მომაბეზრებელი არის, როდესაც ასე ზემოდან დაყურებენ, ადრე მოსკოვი დაყურებდა, ახლა რა ვიცი დედაქალაქების ჩამონათვალი უკვე იმდენი არის, მეშინი არ შემეშალოს, რამდენს უნდა რომ დაყუროს ზემოდან, ესტონელებს უნდა რომ გმართონ და ლიტველებს და ლატვიელებს და რა ვიცი ვისაც არ ეზარება, ყველას ჩვენი მართვა უნდა და ყველას რატომღაც თავი წარმოუდგენია აქ კლასის დამრიგებლად და ჩვენ გამოცდები უნდა ვაბაროთ, ეხლა ვერ გავი ლიტვის მთავრობას უნდა ჩავაბაროთ, გამოცდა, თუ დანიის მთავრობას უნდა ჩავაბაროთ, გამოცდა, თუ საფრანგეთის მთავრობას უნდა ჩავაბაროთ, გამოცდა. რა დამოკიდებულებაა საერთოდ ეს დახარისხება საზოგადოებების და ქვეყნებისა, რომელსაც აქვს რაღაც გამოცდები ჩასაბარებელი. ქართულ ხალხმა თავისი გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. აი ეს გამოცდა ჩავაბარეთ, რომელიც ბევრს ჩვენად გამოცდა არ აქვს ჩაბარებული. ქართულ ხალხმა თავისი პასუხისმგებლობის გამოცდა ჩააბარა ავღანეთში, როდესაც წინახაზე ვიბრძოდი და დამალულები იყვნენ ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა თავის ქვეყნებში და არც კი გააგზავნეს კონტინგენტი ავღანეთში. ყველა გამოცდა რაც კი შეიძლება ჩააბაროს ერმა თავი რო დავანებოთ ჩვენ 3000 წლოვან ისტორიას, ბოლო 3 წელში ჩაბარებული ვარ. მათ შორის დღეს რო ძალიან გულადად არიან და უკრაინას როგორც ამერიკის ხელისუფლება ამბობს მარიონეტად იყენებენ რუსეთთან ომში და პროქსი ომი აქვს გამართული რუსეთთან, ჩვენ როცა საომარი იყო და ჩვენი ქვეყანა დასაცავი იყო ვიომეთ კიდევაც და დღეს სამწუხაროდ ზოგიერთი ქვეყანა განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები იმისთვის რომ თავად აიცილონ რისკები რომელიც მათ აქვთ შიშები რომელიც აქვთ რუსეთის მიმართ მზად არიან გაწირონ სხვა ქვეყნები საქართველოს ჩათვლით გაწირონ რომ ყურადღება გადაატანინონ სხვებზე თუ რაიმე შიშები აქვთ და რისკებს ხედავენ ამ შიშ ჩახედონ თვალებში და თავად იბრძოლონ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და სხვის ხარჯზე ნუერცდებიან სხვის თავის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. პარლამენტის თავმჯდომარე და ამიტომ მინდა კითხოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან რა ეტაპზე აი ახლა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღეთ ეს პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში. აი საინტერესოა მათი მხრიდან რა გზავნილები არის, იმიტომ რომ ოპონენტებიც ხშირად მიგითითებენ რომ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ვიზიტები არ არის, ურთიერთობები დიალოგი ყველა დონეზე არის შეჩერებული. არის თუ არა რაიმე ნიშნებს თუ ხედავთ რომ თქვა და ეს ურთიერთობები თუნდაც პარლამენტთა შორის დონეზე გარკვეულწილად ნორმალიზდეს. მე ბოლო პერიოდში რამდენიმე შესაძლებლობა მქონდა რომ სხვადასხვა ასე ვთქვათ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში მათ შორის კოლეგებს შევხვედროდი შეხვედრები ქონდა ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, ბელგიის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, იტალიის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან ახლა ხან იცით რომ გახდით ასევე ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარეების და კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია, სადაც ასევე ყველასთან მქონდა შესაძლებლობა
საუბრის თუ გაცვლას აზრსა, როდესაც საქმე იმაში არის, რომ ამიტომაც არის ეს ეგრეთ წოდებული იგნორირების პოლიტიკა აქვს არჩეული, ასე ვთქვათ, ევრობიუროკრატიის ელიტას საქართველოს მიმართ და ჩვენ კრიტიკას პასუხობენ უბრალოდ რაღაც გაბუტული პოზით, რომ ეს არის თავდასხმა. ანუ პირადი კომუნიკაციის დროსაც იგივე დამოკიდებულება არის თუ პირადი კომუნიკაციის დროს, როდესაც ვსაუბრობთ, როდესაც განმარტავ ჩვენ პოზიციებს, ყველას აბსოლუტურად ესმის ყველაფერი. ისევე როგორც 2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო და გახსოვთ, მაშინ მთელი პანიკა ამაზე ქონდათ აწყობილი და პირველი, რითაც რამდენიმე ელჩი, აქ მყოფი ელჩი და ასევე სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან ცდილობდნენ, რომ საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინა, იყო ის, რომ თითქოს საქართველოს არასათანადოდ არის სოლიდარული უკრაინელების, თითქოს საქართველოს რაღაცნაირად ცდილობს ახლა ესე ვთქვათ, ნეიტრალიტეტი ითამაშოს და ასე შემდეგ. ყველას როდესაც უხსნით ერთ მარტივ რამეს. თუ კი ითხოვთ ჩვენგან სანქციებს, ხომ იცით რომ ამის საპირისპირო საპასუხო მოქმედებები იქნება რუსეთისგან. აი ომამდე რომ მივიდეს, რას დაგვეხმარებით? არა, არ დაგეხმარებით, გვეუბნებოდნენ ევროპელები. როდესაც გვეუბნებოდით, რომ სანქციებს რო დავაწევთ და საპასუხო სანქცია იქნება, ეკონომიკას რო გაუჭირდება, ღვინოს თუ ვერ გავიტან თუ ასე შენ დამეხმარები? წაიღებ შენსკენ, არა, არ დაგეხმარები. აბა მაშინ რას ინდიცით ბთხო? ამ ყველაფერს, როდესაც შენ ხარ ნატოს ქოლგის ქვეშ, შვენივრად ბირთვული ქოლგი დაცული და მე აქ მაქვს ტერიტორიები, რომელიც ზუსტად იმ ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული, დღეს რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი გააჩაღა. აი რას ინდიცით უნდა გთხოვდეს, მაგრამ საქმეც ეს არის, გთხოვდნენ. ეს ლაპარაკში ვერაფერს ვერ გეუბნება, ასე ვთქვათ, არგუმენტით, გავიდოდნენ და მე დაგიწერდნენ, რომ გამოვიდოდა ლატვიის პრეზიდენტმა პირადად საჯაროდ მოითხოვა, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. რა ედარდება ლატვიას ახლა? მას თავისი ჯარისკაცის გამოყვანაც არ დაჭირდება, ჩიტი ვერ შეფრინდება ლატვიის ტერიტორიაზე ნატოს მემბართვის გარეშე. აბა გადაგვაფარონ ჩვენც ნატოს ქოლგა, რატო არ გვაფარებენ ან ჩვენ, ან უკრაინას, ან სხვებს, რატომ არ გვაფარებენ ამ ქოლგას, თუ კი ასე მაინც და მაინც შეწუხებული არიან ჩვენ. ბრიუსელთან ერთად, ბრიუსელისგან განსხვავებით უფრო სწორედ ურთიერთობის გადატვირთვის პროგნოზი ჰქონდა თქვენს გუნდს ტრამპის არჩევის შემდეგ. გავიდა უკვე 4 თვეზე მეტი, მას შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრაცია მეორე ვადით უკვე შეუდგა საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას, ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო ორ კვირაში გარკვეულწილად წერილობითი გზავნილები არის გახშირებული. აი მას შემდეგ რაც ტრამპის მილოცვა ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტისადმი, ანუ თქვენთვის ეს არის თქვათ იმის ნიშანი, გარკვეულწილად იმპულსი, რომ ურთიერთობა შეიძლება ნორმალიზდეს, რა გაჩვენათ, რა დაგანახათ აი ამ ტექსტმა, რომელიც ოპოზიციამ ჩათვალა რომ ის ხო პროტოკოლური ტექსტი. უბრალოდ ყოვლისა ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო, არის და იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ხალხის ინტერესები. რასაც სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც ამბობს. და მათ შორის რუბიოს განცხადებაც ზუსტად ეს იყო, რომ ისინი მომავალში სხვა ქვეყნებს შეხედავენ ისე, რომ აღიარებენ სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს და შეეცდებიან საერთო ენა გამონახონ აქედან გამომდინარე. ანუ ამოსავალი იქნება არა ის, როგორც დღეს ზოგიერთი ევროკავშირის წევრი თუ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი გვიყურებს, რომ არსებობს რაღაც ზე ევროკავშირული ინტერესი, რომელსაც ყველა უნდა დავექვემდებაროთ და ჩვენს ეროვნულ ინტერესს რაღაც არ აღიარებენ ასეთი ჯგუფები. არამედ პირიქით და ამას ამბობ, ეს არის ახალი ტრამპის ადმინისტრაცია შეისამბობს, რომ მე მაქვს ჩემი ინტერესი და სხვასაც აქვს თავისი. დღეს ამბობს, რომ ჩინეთის ლიდერთან რომ პატივისცემს აღიარებს, რომ ჩინეთს აქვს თავისი ინტერესი, აღიარებს, რომ რა ვიცი, ირანს აქვს თავისი ინტერესი, თუ სხვას. სხვადასხვა ინტერესები არის და ზუსტად ეს არის საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია, რომ ამ ინტერესების თანხwebdra ნახო და სადაც ეს თანხwebdra არ არის, კონფლიქტები აიცილო. ზუსტად ეს არის ჩვენი ამოსავალი, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი და მთავარი ამოცანა არის ორი. ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გამთლიანება და მეორე ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. ყველა სხვა მიზანი და ამოცანა ექვემდებარება ამ მიზანს და ამოცანას. აი ამ მიზნებით და ამოცანებით ვთავაზობ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომ ნაცვლად არაფრის მომცემი სიტყვებისა თუ ფურცლებისა, ქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც იქნება გაწერილი
დაიწერება, აი ეს არის ამერიკელი ხალხის ინტერესი, აი ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, აი აქ თანხმდებით და გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა. მაგრამ რატომ იგვიანებს თქვათ რეაქციები, რასაც თქვენ პროგნოზირებდით, რომ თქვათ შეიძლებოდა დადებითი იმპულსები წამოსულიყო ტრამპის ადმინისტრაციის არჩევისთანავე და მისი უფლებამოსილების დაწყებისთანავე. როგორ უნდა გავიგოთ მაშინ ერთი მხრივ თქვათ ტრამპის სურვილი რომ განამტკიცოს ნაყოფიერი და მშვიდობიანი ურთიერთობები და მეორე მხრივ წინა დღეს სახელმწიფო მდივნის მიულოცა, რომელსაც ქართულ ხალხს მიმართა. ასევე იყო რუბიოს საპასუხო კომენტარი კონგრესმენ ჯო ვილსონის განცხადებაზე და ესეც თქვათ არაერთგვარ უნდა შეფასდა და იქ იყო გამოყენებული საპასუხოდ ვილსონის საპასუხოდ ქართულ ოცნებასთან მიმართებაში ანტიამერიკული ძალა. ანუ ისევ რჩება თქვენ გუნდში ოპტიმისტური პროგნოზები რომ ამ ურთიერთობის გადატვირთვას პერსპექტივა აქვს? შეიძლება დაგვიანება არ დაგვიანებას, რამაც არ დააგვიანა ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის მოლოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ხავალაშვილის მიმართ. ამან მოლოცვა არ დააგვიანა, მაგრამ აქაც ნახეთ რომ საელჩომ დააგვიანებინა ამ ყველაფერს და დღემდე რაც არის ფაქტობრივად არც კი ვიცი ასეთი პრეცედენტი არსებობს თუ არა, როდესაც საელჩო საკუთარი პრეზიდენტის წერილს არასაჯაროებს, არ აქვეყნებს, ასე ვთქვათ, საკუთარ ვებგვერდზე. ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა ბრიტანეთის მეფის წერილი, ავიცი ევროკავშირის სხვა წევრებმა საკუთარი ლიდერების წერილები და ასე შემდეგ, ხალხი არა ხალხი ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიწერა წერილი საქართველოს პრეზიდენტს და ამას არ აქვეყნებს, არასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების და რა ახსნას უწევს? ამას ახსნა სიამოვნეში არანაირად. მეორე დღესაც, როდესაც სენატორი დააგვიანებინოს რაღაც. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, როდესაც იყო წინა კვირას ჩამოსული შეხვდა პრემიერს, შემდეგ შეხვდა ოპოზიცია. საელჩოს მხრიდან იყო ცალკე განცხადება გავრცელებული მხოლოდ წინააღმდეგობის პლატფორმასთან შეხვედრის შესახებ. ანუ მაშინ როგორ უნდა გავიგოთ? იმიტომ რომ პრემიერმაც, როდესაც მას თხოვეს შეფასება, თქვა რომ აი ტრამპის წერილი იყო მისთვის მისასალმებელი და ამ შემთხვევაში რუბიოს წერილი იყო ეგრეთ წოდებული deep state-ის გავლენით დაწერილი. ანუ როგორ გავიგოთ, რუბიოც არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გარემოცვის და გუნდის წევრი, ხომ? და აი როგორ გავიგოთ მაშინ რომ თქვა ჩვენ უნდა გავიგოთ ასე ჩვენ არ უთანხმებენ პოზიციებს თუ ანუ როგორ გავიგოთ თუნდაც პრემიერის ასეთი შეფასება? ჩვენ ასე უნდა გავიგოთ, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს. სხვაგან რა ხდება, ეს არის ის პრობლემა, რომელიც შეიძლება იქ არსებობს. არ ვიცი რა საიდან არის ეს შეუთანხმებლობა თუ სხვადასხვა მიდგომები. ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ ის რაზეც ჩვენ საუბრობდით წლების წინ და რამდენიმე წელია, ამ ყველაფერზე ტრამპმა ისაუბრა უკვე ახლა და მათ შორის ნაბიჯები გადადგა. ჩვენ ვამბობდით, რომ USAID, NED და ეს ყველაფერი იყო თაღლითობა და სხვა ქვეყნებისთვის დემოკრატიული წყობისთვის ძირის გამოთხრა, ტრამპმა ის დაადასტურა და შეეწყვიტა დაფინანსება. ჩვენ ვამბობდით, რომ ამერიკული ბიუჯეტიდან ფინანსებოდა პროპაგანდა, ტრამპმა თქვა, რომ ასეულობით მედია, ათასობით ჟურნალისტი იჯდა ხელფასზე იმისთვის, რომ წინა ბაიდენის ადმინისტრაციის სასარგებლო პროპაგანდა გაეტარებინა. ჩახსნა დაფინანსება, სხვა შორის რადიო თავისუფლება ჩაუსწრა დაფინანსება და რადიო თავისუფლების დაფინანსებას ეხლა თავის თავზე იღებს ევროკავშირის ესათვის ქვეყანა. ყველა შევახსენებ. ეს ისტორია, რადიო თავისუფლება არის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ CIA-ის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მედია. ოფიციალური პროპაგანდისტული მედია, რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა. ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ თქვა, რომ ის უარს ამბობს პროპაგანდაზე, პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებზე და წარმოგიდგენიათ, რომ ევროპულმა ქვეყანამ ამერიკული პროპაგანდისტული მედია გადაიბარა და აფინანსებს. ნუ ამაზე მეტი აბსურდი როგორ პრინციპში დიდი ლოგიკა დევს და ზუსტად ის ლოგიკა დადეს, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ, თორსა ვსაუბრობთ deep state-ზე, როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიცაც არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რომელსაც აქვს სხვა ბერკეტები, იქნება ეს ეკონომიკური, ფინანსური თუ ბიუროკრატიული ბერკეტები და ამ არაფორმალური ქსელით და არაფორმალური მმართველობის ინსტრუმენტებით ატარებს საკუთარ რაღაც ასე ვთქვათ ოლიგარქიულ სინამდვილეში ინტერესებს. ზუსტად ეს არის ოლიგარქია, სინამდვილეში ზუსტად ეს არის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ეს ერთიანი ქსელი
ასე ვთქვათ, არაფორმალური მმართველობის. რატომ ახლა მე მინდა კითხოთ ამერიკის საელჩოს პოზიციონირებაზეც, იგივე შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ლევან დავითაშვილთან, მანამდე მაკა ბოჭორიშვილთან, იყო რამდენჯერმე მკაფიო ხაზგასმა საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე. და ეს ნაბიჯები ახსენეს ასევე ერთი კვირის წინაც, როდესაც გავრცელეს განცხადება, რომ 22 მაისს სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს ამერიკის საელჩო? არის თუ არა ეს ნაბიჯები იგივე ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, იმიტომ რომ ოპოზიცია პირდაპირ აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილი ამ ნაბიჯების შესახებ და ერთ-ერთი ეს მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები. ხო, ამჯერ რა არის ამაში დასამალი? თუ კი რაიმე ნაბიჯების მოთხოვნა არის, რატო არ ამბობენ საჯაროდ? მათ შორის, ოდესაც თავადვე გაასაჯაროეს, რომ სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რომ იმისთვის რომ თითქოს გადაეცათ რაღაც ნაბიჯებთან და თქვა, კი, მაგრამ რას გვიმალავენ? თუ კი ასეთი შეხვედრებზე, რომლებიც უკვე გაიმართა, იგივე მაკა ბოჭორიშვილთან არ ყოფილა ნაბიჯების დაკონკრეტება? არანაირი დაკონკრეტება არ ყოფილა, საქმეც ეს არის. ეს რაღაც ბუნდოვანი გარემოს შექმნა, რაღაც უთქმელად რაღაცის თქვის მცდელობები და რაღაცის თქმით რაღაცის არ თქმის მცდელობები, პრეზიდენტის მილოცვის არ გამოქვეყნება და ნუ ესეთი რაღაც აი ეს ლურჯი ბარათები, რომელსაც არჩევნების წინ ამერიკის საელჩოს გვერდზე ხედავდით ხოლმე და ყველა ხელებს ვასავსებდით, რომ რა იყო ეს საერთოდ ან შინაარსი, ან ფორმა რა იყო. სამწუხაროდ ასეთი გაუგებრობა არის გარკვეულწილად, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენი თავარი სიძლიერე რაში არის და რა იყო მთელი ეს პერიოდი. ჩვენ ამაზე უარესი მდგომარეობები გამოვიარეთ, როდესაც ერთი ცდილობდნენ ყველანაირად შევეთრიეთ გარკვეულ სპირალში ესკალაციისა რუსეთთან და მე ამაზე მოყოლილი მაქვს მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ბაიდენის მიერ წარმოგზავნილი ელჩი როგორ ითხოვდა არჩევას თეთრსა და შავს შორის და არჩევანი იყო რომ ან ახლა მიდიხართ ესკალაციაზე რუსეთთან აწესებთ სანქციებს და ასე შემდეგ ან ხართ ცუდ მხარეს თითქოს და ასე შემდეგ ამიტომ ეს ბევრი რამე გვაქვს ჩვენ გამოვლილი და მთავარი რამაც გამოგვატარა ეს არის სიმართლე რომელიც მდგომარეობს იმაში რომ მოქმედებთ ყოველთვის ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში ეს სიმართლე რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თავის გზას პოულობს და ხედავთ ეს რომ არაერთხელ მოხდა ყველასთან მიმართულებით. ვინც ჩვენ არასწორად მოგვექცა გვაბრალებდა რაღაც, რა ვიცი მე, რაიმე სხვადასხვა საკითხს, ყველა საბოლოო ჯამში დამარცხდა ქართული ხალხის. და ისე რაიმე ფორმით ახლა თუნდაც ან დახურული არხებით, რაიმე კომუნიკაციის ცდელობა არის თქვენი ხელისუფლების მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით? ჩვენი პოზიცია, მათ შორის გულწრფელი პოზიცია, გამოხატეთ როგორც პრემიერ-მინისტრის ღია წერილით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, ისე პარლამენტის განცხადებით, რომელშიც გამოხატეთ ჩვენი დამოკიდებულებაც და ჩვენი ხედვაც ურთიერთობას დაკავშირებით. ჩვენ უბრალოდ აი ეს ჯგუფები, რომელთანაც ჩვენ ხანდახან გვაქვს ასეთი შეხება, სულაც არაფორმალური მმართველობის წარმომადგენლების, სწორედ ეს არის. სინამდვილეში ხომ აი საზოგადოებაც ატყობს ხოლმე. ჩვენ რაღაც კონკრეტულზე ვსაუბრობთ თუნდაც კრიტიკის კონკრეტულზე ვსაუბრობთ, რომ აი თქვენ ევროკავშირიდან ფინანსდება მოლოტოვის კოქტეილის რეკლამის გამწევი ორგანიზაციები. თქვენგან ფინანსდებიან ისინი, ვინც ზიზღს და სიძულვილს თესენ. აი რას ფიქრობთ ამაზე? ამაზე რომ ოდესმე პასუხი გაგიგიათ, რომ კი მართალია ფინანსდებიან, თუმცა ესეთი პასუხიც ხარ გაიგონიათ. ამის საპირისპიროდ ყოველთვის არის, ეს არის ანტიევროპული რიტორიკა. ეს არის სინამდვილეში ეს არის ჩვენი გაჩვენების ცდელობა. აი რა ვიცი, თუ კი რაიმე არის არაევროპული და არა დასავლური ღირებულებების მქონე, არის ზუსტად ეს დამოკიდებულება, რომელსაც ხედავთ. ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აი ის გზავნილები, რაც მიიღეთ, თქვენ მაინც გიჩვენთ იმის განცდას და მოლოდინს, რომ შეიძლება ურთიერთობები გადაიტვირთოს პირველ რიგში, მეგობარ აქვს გულისხმობ, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე მიიღო და ახლა გადაგზავნილი არის უკვე სენატში. განსახილველად და დღეს სხვათა შორის სენატორმა შახინმა კიდევ ერთხელ, სწორედ იმ კანონის კონტექსტში, რომელიც მაუწყებლობის შესახებ ცვლილებებს ეხებოდა, კიდევ ერთხელ მოუწოდა სენატს, რომ ეს მეგობარი აქტი იყოს დამტკიცებული ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტის კონტექსტში. ეს განცხადება გააკეთა. შახინმა არ იცის ალბათ, რომ
მეგობარი აქტი აღარ ქვია იმ აქტს და თავად შეუცვალეს ეს სახელი, მაგრამ ესეც აჩვენებს ზედაპირულობას სინამდვილეში, იმიტომ რომ აქ ხო სიღრმეში არც ერკვევიანი. ის მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული რაც იყო, შიგნით იმდენი უზუსტობა და შეცდომა არის, საქართველოს პარლამენტი არ იკადრებს ასეთი მოუმზადებელი კანონის მიღებას, რაც იქ იყო. მაგალითად, იმ კანონში წერია, რომ მოუწოდებენ, რომ მიმართავენ USAID-ს რომ მოამზადოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. ანუ კონგრესი თუ სენატი, ამ შემთხვევაში კონგრესს ქვედა პალატამ მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს რომ მიმართოს იმ ორგანიზაციას, რომელიც მან თაღლითი უწოდა და გააუქმა, რომ ამ თაღლითმა ორგანიზაციამ, რომელიც აღარ არსებობს, ასე ვთქვათ, ბოლო დღეებში ითulis, მოამზადოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. ეხლა ეს რომ წერია კანონში ხო აჩვენებს საერთოდ ჯამში რომ იქ შინაარსი არავის არ აინტერესებს. იქ თავარი არის ეს როგორც ინსტრუმენტი, რომ შეიქმნა საინფორმაციო ხმაური, რომ კიდევ ერთხელ მიეცეს აქაურ რადიკალებს შესაძლებლობა რომ მოიხვიონ ევროკავშირის დროშებით და წილკივილით, ლანძღვით, სიძულვილით, ძალადობით თავს დაესხნენ პარლამენტის წევრებს, მათ მცირეწლოვან შვილებს, ძალადობასთან მქონდეს საქმე და დეზინფორმაცია და პროპაგანდასა, ამის ინსტრუმენტი, ამის წახალისების ინსტრუმენტი. თუმცა იქ ნახსენები არის ასევე კონკრეტული კანონები, ასევე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები და არა მხოლოდ მეგობარ აქტში და ასევე სხვა საერთაშორისო რეზოლუციებშიც არის მთავარი პრეტენზია და მოწოდება სამართალდამცავების დასჯისკენ, რომლებმაც ჩაიდგინეს ძალადობრივი ქმედებები ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე, თუმცა მათი მისამართით არ დამდგარა სამართლებრივი რეაგირება გასხოვებით, თქვათ, იმ დაკავებული დემონსტრანტებისგან, რომლებიც ახლა განაჩენების მოლოდინში არიან. ეს პრეტენზია თქვენი ხელისუფლების მისამართით უკვე 6 თვეზე მეტია არსებობს. აი რა პასუხი აქვს ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეს? პასუხი არის შემდეგი: რა გაკეთა ხელისუფლებამ? პირველი, ხელისუფლებამ დაგმო ყველანაირი ძალადობა. მათ შორის ის ძალადობრივი ექსცესები, რომელიც ჩვენ ნახეთ თუნდაც სამართალდამცავების მხრიდან. სიტყვით დაგმო. მეორე, ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიებები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებული იყო ძალადობასთან. ამ გამოძიებამ უნდა მოგცეს შედეგი. ეს ერთი მხარე. ეხლა ვნახოთ რა გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, საფრანგეთის ელჩმა, გერმანიის ელჩმა, ევროკომისრებმა, კონგრესმენებმა, რა გააკეთეს მათ, ვინც აფინანსებენ იმ ადამიანებს, რომლებაც მაშხალები ესწოლეს პარლამენტს და წვავდნენ, რომლებაც ქვები ესწოლეს პოლიციელებს და თვალში მხედველობა დააკარგვინეს ერთ პოლიციელს, რომლის ხელითაც 100-ზე მეტი პოლიციელი დაზიანდა, რომლებიც იქ ავიცი გარდა პარლამენტის შენობისა ნახეთ თლიანი რუსთაველის მაღაზიების თუ სხვა შენობებს რა დამართეს იმ დღეებში და ფაქტობრივად მოაწყვეს ლამის არ ვიცი მე რაღაც პაცირე ომი ასე ვთქვათ რუსთაველში ხედავდით თითქმის ზარბაზნის იმიტაციით ესროდნენ პოლიციელებს მაშხალებიდან ეს ცნობილი კადრებიც გვახსოვს. რა გააკეთა ევროკავშირის ელჩმა? ერთი სიტყვა თქვა, რომ ის გმობს პარლამენტის შენობაზე თავდასხმას, რომ ის გმობს, ხო შეიძლება დავიჯერო ასე ენანებად, ასე ვთქვათ, რომ თქვა იმის, რომ ქვის როლა პოლიციისთვის არ შეიძლება. ხო, ძალიან უწყინარი ფრაზა არის, რომელიც შეეძლო ევროკავშირის ერთ შეთქვა, რომ ქვის როლა არ შეიძლება, რომ პარლამენტის დაწვა არ შეიძლება, რომ მოლოტოვის კოქტეილების როლა არ შეიძლება, განა ეს რა ვიცი, რამე ქირასი თხოვს ეს ეს ადამიანმა თქვას, რომელიმე გახსოვთ ერთი სხვა დროს ხმამაღლად მოსაუბრე ელჩი, რომ ერთი სიტყვით დაეგმო, როდესაც მათი დაფინანსა, ხელფას რო უხდიან, ის ადამიანები რო ისროდნენ ქვებს, ის ადამიანები რო ისროდნენ მაშხალებს და ის ადამიანები რო უვარდებიან დღეს და სიძულვილის და მკაცრი ენაო 12 რეკომენდაციაში რო ეწერა, სად არის ეს ყველაფერი? ანუ ევროსიძულვილი შეიძლება, ევროძალადობა შეიძლება და ევროზიზღი, ევროპროპაგანდა ეს რაიმენაირად აკეთილშობილებს ზიზღს, სიძულვილის, ძალადობას და პროპაგანდას? რატო ეს ხო მარტივი კითხვა არის. რატომ არც ერთი სიტყვით არ გაემიჯნა, არ დაგმო და არ მოუწოდა თავშეკავებისკენ ევროკავშირის ელჩმა მოძალადე ჯგუფი. თუმცა მეორე მხრივ ყველა ის პატიმარი, რომლებიც დაკავებულები არიან და ელოდებიან ახლა განაჩენს გულისხმობ დემონსტრანტებს, პირდაპირ პოლიტპატიმრებად არიან მოხსენიებული საერთაშორისო დოკუმენტებში, სამოქალაქო სექტორის ოპოზიციის მხრიდან.
თქვენს მხარდამჭერთა თქვა ზოგიერთ ნაწილსაც გამოუთქვამს ასეთი მოსაზრება, რომ აი პოლიტიკური ვითარების ნორმალიზების მიზნით ხელისუფლებასაც უნდა ხელისუფლების მხრიდანაც საჭიროა კომპრომისული ნაბიჯები და ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად განიხილავენ თუნდაც თქვა აი ამ ადამიანების თავისუფლებაზე ყოფნას. თქვენ პირადად აი მიესალმებით იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს და უკვე განაჩენების გამოტანის შემდეგ აი ამ ადამიანების შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ 2023 წელს პირველად ჩვენ ქვეყნის ისტორიაში ვიღაცა მოიქცა თავისი აზრით ალბათ ევროპულად, იმიტომ რომ ევროკავშირის ჩამო ხშირად ხედავთ, ბოთში ჩაასხა ბენზინი, წაუკიდა ცეცხლი და ესვლა პოლიციელს და აპირებდა მის ცოცხლად დაწვას. ეს ვიღაცა იყო ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც დააკავეს მაშინ. ეს მოხდა ჩვენთვის, ეს იყო პირველი, თორე ევროპული თვალისთვის ალბათ პირველი არ არის. აეხლა ხედავდით PSG-ს გამარჯვების შემდეგ რა ასე ვთქვათ ბრძოლები გაიმართა და ნახეთ ბრუტალური დარბევა პოლიციის მხრიდან გახარებული გულშემატკივრების, არც კი აცალეს გულშემატკივრებს, რომ ეზეიმათ ეს გამარჯვება და ნახეთ 500 ადამიანი პოლიციამ დააკავა, გადაიყვანა საპატიმროებში და ათეულობით ადამიანი დაშავდა ამ ბრუტალური დარბევის შედეგად პოლიციის მხრიდან. ეზეიმა ამ ხალხს რას უშლიდნენ, რა იყო, დაანგრევდნენ ცოტა პატარა შენობებს, პატარა პოლიციის მანქანას დაწვავდნენ და ასე შემდეგ. ჩვენთანაც ხო ასე თქვეს, რომ ნუ რა მოხდა ეხლა რა, პარლამენტს თუ წვავენ და პოლიციას მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან, უნდა მოითმინო და რატომღაც ფრანგი პოლიციელი ამას არ ითმენს. ეთყობა ფრანგი პოლიციელი უფრო დასაცავი არის საფრანგეთის ელჩის თვალით დანახული, ვიდრე ქართველი პოლიციელი, მაგრამ ჩვენთვის პირიქით არის, ჩვენთვის ქართველი პოლიციელი უფრო მეტ დაცვას იმსახურებს. და რისი თქმა მინდა, მაშინ ევროკავშირმა აფინანსა მათი ფულით, ევროკავშირის ფულით, ორგანიზაცია სირცხვილია აწარმოა კამპანია, რომ კარგი რამე არის მოლოტოვის კოქტეილის სროლა. მთელი კამპანია იყო მე ვისროლე, რაც ნიშნავდა ერთ რამეს, რომ თუ კი მიზანი დიადია, აი რუსეთი რო არ მოსწონს ამ ხალხის და ლენინური აზროვნება რო ბოლშევიკური, თუ კი მიზანი დიადია, მაშინ საშუალებაც გამართლებული არის და მოლოტოვის კოქტეილის სროლა შეიძლება. ჩამოვიდა ევროპარლამენტარი ქალბატონი ფონ კრამონი, რომელიც მე აღარ აირჩია თავისი ამომრჩეველმა ამ მოწვევის პარლამენტში, ჩამოდგა და ამ დემონსტრაციაზე იქ იდგა, ამ პლაკატთან იდგა და მხარს უჭერდა ამ ყარას. აი ეს არის ამ ევრობარომეტრის შედეგის მიზეზი, რომ თავს აიგივებენ მოლოტოვის კოქტეილთან, ევროკავშირს აიგივებენ მოლოტოვის კოქტეილთან. აი იმ ბანერზეც, რომელიც სირცხვილიას ჰქონდა, მოლოტოვის კოქტეილი იყო ევროკავშირის და უკრაინის ფერებში. ანუ ეს არის იდეალი, ევროკავშირული იდეალი, არის მოლოტოვის კოქტეილის სროლა. არ მოისვენეს მათ შორის ევროპელმა პოლიტიკოსებმა თუ ზოგიერთმა ელჩმა, სადამ არ შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადის. აი ეს არის მათი გადმოსახედიდან როგორც ჩანს ევროპული ღირებულებები, რომ ადამიანმა შეიძლება ადამიანის დაწვას ცადოს, თუმცა ამ შემთხვევაში ამ დაკავებული დემონსტრანტების შემთხვევაში ხშირად მოგვისმენია განცხადებები, რომ არ არის პროკურატურის საქმე მტკიცებულებებით გამყარებული, რომ იქ მიყავთ ცრუმოწმეები დაკითხვაზე და შესაბამისად სამართლებრივი საფუძვლების არარსებობაზე მიუთითებენ ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნის თქვენი ოპონენტები. მარც ხა ლაზარე გრიგორიადის ყველაზე ამაზე საჩვენებელი საქმე რა უნდა იყოს, სულად დადასტურდა მისი ბრალი, ადამიანმა ბენზინი ჩაასხა ბოთლში, ესროლა პოლიციას და წვავდა და ამას ამართლებდა ევროკავშირი. ამაზე რა ვიცი, გამოუგნებელი რა შეიძლება იყოს და მე რას მოვაყოლეს ყველაფერი, ზუსტად იმიტომ, რომ გმირად გამოაცხადეს მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ევროკავშირის დაფინანსებით და ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერით შეაწყალებინეს, ზუსტად ამიტომ, რომ ის 2023-ში თუ იყო ეს ერთი შემთხვევა მოლოტოვის კოქტეილის, შემდეგ გახდა უკვე შარშან 10 შემთხვევა მოლოტოვის კოქტეილის სროლის. აი ეს არის სინამდვილეში მიზეზ შედეგობრივი კავშირი. როგორც კი რადგანაც გაჩუმდნენ, ან გაჩუმდნენ ამ ხარი დაუჭერეს, წაახალისეს. ახლა ფაქტობრივად აი ეს რა ვიცი ევროაქტივისტები ასე ვთქვათ, რომელიც ძალადობით გამოერჩევიან, წახალისებული არიან პირდაპირ. მოლოტოვის კოქტეილის შეუძლიათ ესწავლონ. მივიდნენ ლანძღონ, აგინონ, ყველაფერი აკეთონ, იმიტომ ეს ყველაფერი ყოფილა მათი გადმოსახედიდან ევროპა. ორი დღის წინ დამდგარ დანაჩენსაც მინდა კითხოთ გურამ ხუტაშვილის და დანიელ მუმლაძის, მათ ედავებოდნენ 112-ის კამერების დაზიანებას, აღიარებდნენ ბრალს და ითხოვდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა
რამ მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა ორივე მათგანს, ანუ შეიძლებოდა თუ არა უფრო აი ასეთი შემთხვევების დროს, როდესაც ადამიანები აღიარებენ თან ბრალს და მზად არიან გამოძებასთან თანამშრომლობისთვის, საპროცესო შეთანხმების მოლოდინში არიან, უფრო ჰუმანური მიდგომების და დამოკიდებულების გამოვლენა, მით უმეტეს ეს მძიმე პოლიტიკური ვითარების განეიტრალების და ნორმალიზების მიზნით. ეს არის სულად მართლმსაჯულების საკითხი და ეს არ არის პოლიტიკური გარჩევის საკითხი, თუ რა სიმძიმის ქმედებაზე რა სასჯელი არის და აღიარებას რა შემსუბუქება შეიძლება მოხდეს, არა შეიძლება არ მოხდეს. ეს ამას შეჩვეული არიან სინამდვილეში ის ხალხი, რომლებიც ევროპულ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, მუდმივ ჩარევას ქართულ თუ სხვა მართლმსაჯულებაში. სააკაშვილის საქმეც ხო ესაა, აი დღესაც ხომ ფაქტობრივად დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში ისხდნენ და არა ევროპულად იქცეოდნენ, როდესაც ერეოდნენ მართლმსაჯულებაში. ამას შეჩვეული ციტატო არიან, იმიტომ ფიქრობს ვიღაცა, ის არის მეტროპოლია ცენტრი, ჩვენ ვართ პერიფერია, აი როგორც მოსკოვიდან ჩამოდიოდნენ რევიზორები და ასე ვთქვათ, მაჭკვაზე უნდა გველა და აქედან უნდა იქეთ შეგვეთანხმებინა, ასე არიან ზოგიერთი, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ასე ვთქვათ, ხედავთ რომ გავლენა საკმაოდ აქვთ ბრიუსელის სხვადასხვა დერეფანში. ასე რომ კიდევ ერთხელ მართლმსაჯულების გადასაწყვეტი არის ეს საკითხები. მე ერთი რამე მიკვირს, რომ აი ამდენი ძალადობა, როდესაც შენი ფულით, ევროკავშირის მოქალაქის ფულით ფინანსდება ძალადობა და სიძულვილი. აი რა მოხდა, რომ ერთხელ ევროკავშირისაც ერთხელ მაინც, რა ვიცი, ერთხელ მაინც ეთქვა, გამიჯნოდა ძალადობას, ეთქვა, რომ არ შეიძლება. აი რამე უჭირს და აი ხომ მიუყვეთ ახლა ლოგიკას, ხო, რახან ამას არ აკეთებს? რატომ არ აკეთებს ამას? იმიტომ რომ იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი თუ რომელიმე ელჩი იტყვის, რომ თავდასხმა, ძალადობა, სიძულვილი, შეურაცხყოფა არის მიუღებელი, იმ მომენტშივე ისინი ვერბალურ დელეგიტიმაციას გაუკეთებენ იმ მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც დღეს ევროკავშირის დროშით ქალაქში დადიან და ცდილობენ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებს. პოლიტიკური ლიდერების დაკავებები ასევე, აი ამ ადამიანთა გათავისუფლება, მათაც პოლიტპატიმრებად აფასებენ, რამდენად შეუწყობს ხელს მით უმეტეს მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკურ პროცესებზე, უკვე სამი პოლიტიკური ლიდერი საპატიმროში ყოფნა, როგორ აისახება, რა გავლენას მოახდენს? ანუ გავლენის მოხდენით ხარ რომ ვიმჟელოთ, ანუ აქაც ხო იგივე სიტუაცია არის. სინამდვილეში საერთო ჯამში აი ეს ადამიანების და ის აქტივისტები სხვა შორის, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ეხლა იმიტომ რომ თავს დაესხნენ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად პოლიტიკური თანამდებობის პირს. სინამდვილეში ხო ისინი არიან გაწირული პაიკები იმ უცხოელების მხრიდან, რომლებიც მათ აგულიანებენ. მათი ზურგით იქცევიან ასე იქცევიან არა ქართულად, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი პოლიტიკური კულტურის თუნდაც ყველა წესის და წითელი ხაზის გადახაზვით, იმიტომ რომ აქვს ზურგი ზოგიერთი ელჩის და ზოგიერთი უცხოელის განცხადების, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ გამოდი ამბობენ, ხარს გიჭერთ, ხარს უჭერთ, აი ამ ადამიანებს ხარს უჭერენ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად თავს რო ესხმიან პოლიტიკური თანამდებობის პირს. აი ამათი ზურგით მოქმედებენ. შემდეგ აღმოჩნდებიან ხან ავიცი ეს ადმინისტრაციული პატიმრობა არის, ან გირაო როცა არ გადაიხადა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა. საბოლოო ჯამში პაიკებად წირავენ იმისთვის, რომ შემდეგ გარედან ისე როგორც დღეს ვნახეთ ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიანემ კიდე ერთი რაღაც ბენეფისი მოიწყოს და დამოძღროს მცირე ერი მან როგორც დიდი ერის წარმომადგენელმა, ალბათ არ ვიცი, ასე ზემოდან გვიყურებდნენ ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები, არ ვიცი ხა ან როგორ გვიტანდნენ ამდენი ხანი, როცა ერთ სახელმწიფოში ვიყავით, არ ვიცი მე რა დაემართათ და რა დაუშავეთ, ასეთი რომ გადაკიდებული არიან პირდაპირ ქართულ ხალხს ასე ებრძოდნენ, მე არ ვიცი რა ასეთი რამტრობა აქვთ ჩაბუდებული ქართული ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ღიად პირდაპირ ქართულ ხალხს ებრძვის ქალბატონი იუკნევიჩიანი, მათ შორის არაერთხელ თქვი ფაშისტური განცხადებები აქვს ჩვეულებრივი ქართული ხალხის მიმართ, ბოდიშსაც არ იხდის ამაზე, თავს იწონებს, იმიტომ რომ ამას ქართული ხალხია დამნაშავე, რომ ვიღაცები ინფექციები არიან და უნდა მოსპონ, ჩვეულებრივი ტიპიური კლასიკური ფაშისტური განცხადებები აქვს ევროპარლამენტის მომხსენებელ საქართველოსთან დაკავშირებით. აი ამას დიდი აბსურდი და არაევროპულობა რა შეიძლება კიდე იყოს.
აუცილებლად მინდა კითხოთ იმ კანონზე, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის და პრეტენზიების საგანი გახდა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები და ჩვენ ვნახეთ, რომ თქვა ტერმინების დონეზე უკვე დავა და საჩივრები გაიგზავნა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში კონკრეტულ ტელეარხებთან დაკავშირებით და იქ ხელისუფლება ასაჩივრებს თქვა იმ ტერმინებს, რომლებიც მისთვის არის მიუღებელი. ეს რამდენად ჯდება, თქვა ამ შემთხვევაში ხომ არ ცდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ანუ შეზღუდვა ხომ არ ხდება ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ხელისუფლების ჩარევა დაღეკვეს პირდაპირ სარედაქციო პოლიტიკაში, ტელევიზიების საქმიანობაში და შესაბამისად აი საჩივრები, რომლებიც ახლა კომუნიკაციების კომისიაში არის შესული, მართლა ხომ არ არღვევს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ხომ არ ზღუდავს ამით ხელისუფლება მართლა დამოუკიდებელ მედიას. არ ვიცი, ეს თქვენ უნდა მითხრათ, იმიტომ რომ წესით თქვენ უნდა იყოთ ამის სპეციალისტი. ეს არის კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელშიც არის სტანდარტები მოცემული საინფორმაციო გამოშვების დროს, ფაქტები, რომ ფაქტი უნდა იყოს და არა შეფასება. ეს გახლავთ, რომელიც 2025 წელს მივიღეთ რეგულაციის სახით. ეს გახლავთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2009 წლის 9 მარტს. ჩვენ რაც გავაკეთეთ, არის ის, რომელიც არის მათ შორის კანონის ნაწილი. მოქმედებს 16 წელია ეს სტანდარტი. ეს სტანდარტი აქამდე 2009 წლიდან 2025 წლის ჩათვლით 16 წელი იყო ასე, რომ იყო სტანდარტი, ანუ ყველა 16 წელია ყველა შეთანხმებული არის, რომ უნდა საინფორმაციო გამოშვებაში იყოს ფაქტები წარმოდგენილი და არა შეფასებები და ასე შემდეგ, რომ არ უნდა იყოს მაგალითად უშუალო სიტყვების გამოყენება ან სხვა ასე შემდეგ, ხომ? 16 წელი ამ სტანდარტზე თანხმდება. ერთადერთი ცვლილება მოხდა კანონში. თუ კი აქამდე მინდობილი იყო ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა ეთიკის ჯგუფი, რომელიც არსებობს, თუ სხვა ტელევიზიის შიდა რეგულაციას ჩვენ ვთქვით, რომ ეს შიდა რეგულაცია ვინაიდან არ მუშაობდა, კომუნიკაციის კომისიამ განიხილოს ეს საკითხები. მეტი არაფერი. სტანდარტში არაფერი არ არის. აქვთ უნდობლობა? არა, ჯერ მაგამდე მივიდეთ, ჯერ თქვათ, რომ ის ჩვენ რა პრეტენზიების გვაქვს, არის თუ არა სტანდარტის დარღვევა. ეს ხომ სტანდარტის დარღვევა, როდესაც მაგალითად საინფორმაციო გამოშვებაში არა ფაქტებს ამბობ, არამედ შეფასებას. მაგალითად, არა ლეგიტიმური პარლამენტი თვით გამოცხადებული, ეს ხომ შეფასება და არა ფაქტი. ფაქტი ხომ არის, რომ პარლამენტი ლეგიტიმურიც არის და კანონებსაც ვიღებთ. ეს არის ფაქტი. ის არის შეფასება, რომ ვიღაცას ასეთი მოსაზრება აქვს და არ მოსწონს და არ აღიარებს. ეს ხომ არის სტანდარტის დარღვევა. არის, რა თქმა უნდა. 16 წელი ხო ამაში იცით რა არის? ამაში დახარჯულია მილიონები. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს განცხადება გავრცელეს და პირდაპირ თქვეს, რომ არ არღვევს ეს ტერმინები კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტანდარტებს. ესეთი იყო მათი პოზიცია. ასეთყოდები ხო ვარღვევთ ხო ხარით ხო? უყურეთ, ამაში დახარჯულია მილიონები ევროკავშირის და ამერიკული ფული, რომ ეს სტანდარტები აიხსნათ და ტრენინგები ჩაეტარებინათ. აი ეს მილიონი ამ ერთი განცხადებით, აი ეს მილიონები, რომელიც დაიხარჯა და სწორედ თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რომ ეს არის თაღლითობაში გადაყრილი ფული, აღმოჩნდა მართლა თაღლითურად დახარჯული ფულია, იმიტომ რომ ეს განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა, არის ერთი რომ აბსოლუტურად არაპროფესიონალური და საუბარი აქვს არა საინფორმაციო გამოშვებაზე, არამედ საუბრობს საგამოძიებო და ასე შემდეგ, ვერ ეშმაკობენ. და მეორე სხვა შორის საინტერესოა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ აწევს რატომღაც ხელს. და სწორედაც აკეთებს, რომ არ აწერს, იმიტომ თავად მილიონი ეგეთი საქმე აქვს განხილული, თავად თვითრეგულაციით განხილული, სადაც ფაქტების დამახინჯების გამო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული და ხა როგორ გამოაწერდა და ამას ხელს იქნებოდა მთლიანად საკუთარი რეპუტაციის ბოლომდე დამარხვა ხელი რომ მოეწერათ. ამიტომ საკითხი არის მარტივად და ესეც პრობლემა არის. აი ხა ეს ორგანიზაცია ვისაც ვინც ხელს აწერს. ავრცელებენ დეზინფორმაციას, ეს კლასიკური პროპაგანდა ეს განცხადება. დეზინფორმაციო პროპაგანდა. ამათი დაფინანსებელი არის ევროკავშირის, ხო, ამერიკელები აღარ აფინანსებენ ევროკავშირი ან სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აი ხა ამას რო ხედავს ევროკავშირის ელჩი, ან იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც მათ აფინანსებს, შვედეთი თუ ასე შემდეგ. აი ამ პროპაგანდას რო აფინანსებს. ეს განცხადება არის წმინდა წყლის პროპაგანდა, დეზინფორმაციული პროპაგანდა. ამაზე რო არაფერს არ აკეთებს. ის ხო სინამდვილეში განზრახ აფინანსებს პროპაგანდას სხვა ქვეყანაში. და ეხლა მინიმუმ იქნება ამიხსნას. თუ კი პროპაგანდა ევროპული არის,
სად არის მაშინ აქ ევროპული ღირებულება, რა არის მაშინ ევროპული ღირებულება და რა არ არის? ბატონო შალვა, აუცილებლად ინტერვიუს დასასრულს უნდა გკითხოთ საკადრო ცვლილებებზე, რომლებმაც ასევე ძალიან არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე მინისტრმა დატოვა თანამდებობა, დატოვეს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელმა, სუსის უფროსი წავიდა, შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი, მანამდე ინფრასტრუქტურისა და იუსტიციის მინისტრები შეიცვალნენ. დღეს ვნახეთ, რომ გენერალური პროკურორის პოსტიც ვაკანტური იქნება, იმიტომ რომ ასარჩევია ახალი გენერალური პროკურორი. რა ხდება, რას უკავშირდება ეს საკადრო ცვლილებები? ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსიით ხსნიან ოპონენტები. ერთ-ერთი ვერსია არის, რომ მართველი გუნდიდან უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დასავლთიდან დასანქცირებულები. ასევე არის ვერსია, რომ ახლა ირაკლი ყობახიძის კადრებით ძლიერდება მინისტრთა კაბინეტი. რა ახსნა აქვს აი ამ საკადრო ცვლილებებს და კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა მინისტრთა კაბინეტში? რა კონკრეტულად რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ყველა ამ ასე ვთქვათ გადაადგილებას თუ ცვლილებას ყველას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს და ყოველი კონკრეტული მიზეზი განმარტებული იქნა. მათ შორის ბოლო საკითხი რაც იყო და რაზეც დღეს მეც მქონდა ბრიფინგი, ეხებოდა გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებას, რომ დაბრუნებული იყო ის ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის რანგში, სადაც ის წლები მინისტრის მოადგილედ მუშაობდა კიდევაც და ზოგადად ფინანსთა სამინისტროში აქვს ძალიან კარიერა გავლილი და რა თქმა უნდა გადაწყვეტილება იყო მისაღები გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით. და რატომ შეირჩა მაგალითად გაბიტაშვილის კანდიდატურა? მე დღეს ახსენე კიდევაც და კითხები გაჩნდა, რომ ის თან დასანქცირებულია და შესაბამისად ფილმის თვალში ეპატარებება გენერალური აუდიტორი, სიმართლე გითხრათ, ის რა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და ეს რაღაც ღია საიდუმლოება არის, რომ ოპოზიციას სინამდვილეში რომ უნდოდეს რეალურად კრიტიკა ხელისუფლების მათ შორის აუდიტის სამსახური არის ყველაზე კარგი მოკავშირე სინამდვილეს მათთვის. აუდიტის სამსახურის დასკვნები, რომელიც პარლამენტში იგზავნება, მილიონი საკითხი არის, რომელიც ზუსტად აუდიტის სამსახურია ის ორგანო, კონსტიტუციური ორგანო, რომელიც უყურებს სისტემას, უყურებს არა როგორც ასე ვთქვათ ინკვიზიტორი რომ მივიდეს და ვინმე დაიჭიროს, არამედ უყურებს როგორც რეკომენდატორი, რომელიც სწავლობს როგორ არის აწყობილი ასე ვთქვათ ამა თუ იმ უწყების მენეჯმენტი მათ შორის ეფექტიანობის მხრივ, როგორ იხარჯება თანხები ეფექტურად, კანონიერად და ასე შემდეგ და ამ სისტემის გამოსწორების გზებს აჩვენებს თავად ორგანიზაციასაც და პარლამენტსაც და მთავრობასაც. ჩვენ განვაცხადეთ და მათ შორის პრემიერის ბოლოდროინდელი სხვადასხვა გადაწყვეტილება ამასაც აჩვენებს, რომ ერთი რომ ჩვენ გსურს საჯარო მმართველობის ეფექტიანობის გაზრდა, მათ შორის ფინანსური ეფექტიანობის გაზრდა და ამას ზოგიერთ საკანონმდებლო ცვლილებების ემსახურება, რომელიც უკვე მივიღებთ და ახლა მიღების პროცესში არის და სხვადასხვა გადაწყვეტილებები მთავრობის მხრიდან და გარდა საჯარო სახსრების ეფექტიანი ხარჯისა, მათ შორის არის ჩვენი მიზანი, რომ ის ლიდერი პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების სახით, ეს შედეგები გაუმჯობდეს იმ მხრივ, რომ თუ კი ახლა ვართ რეგიონში პირველ ადგილზე, უსწრებთ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას და კანდიდატებს ყველას უსწრებთ აბსოლუტურად დღემდე, აი რომ გამოდიან ევროკომისრები და რატომღაც გვიწუნებენ ჩვენს ქვეყანას, სინამდვილეში ყველა კანდიდატს ვჯობნივად დღესაც. და გვინდა რომ ვიყოთ საუკეთესო სამეულში, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ აუდიტის სამსახური ზუსტად ასე იყოს მომართული, რომ ეფექტიანად იყოს აწყობილი საჯარო მმართველობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს არა მხოლოდ ასე ვთქვათ სამართალდამცავი ორგანოების ინსტრუმენტებით, არამედ თავად სისტემა ისეთი იყოს, რომ კორუფციისთვის არ დატოვოს სხვადასხვა ხვრელები თუ შესაძლებლობები. ამ მხრივ გენერალური პროკურორი მისი გამოცდილებით, მათ შორის საპროკურორო გამოცდილებისგან, მას გარდა ამისა გააჩნია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში მუშაობის გამოცდილება, რა თქმა უნდა, ამ მხრივ არის ძალიან ეს გენერალურ აუდიტორს რაც ეხება, მაგრამ ნახეთ, რომ ძალიან სტაჟიანმა წევრებმაც დატოვეს, ხომ? ქართული ოცნების რიგები, გულისხმობ მათ შორის ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, აი რატომ? მათ მიმართ თქვა რაიმე პრეტენზიები არსებობდა, თუ იმიტომ რომ ყველთან ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები გავრცელა, რომ მიიღეს პირადი გადაწყვეტილებები. კი, ხდება, ანუ კიდევ ერთხელ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას ზოგი გადაადგილება
გადაადგილება იყო და ზოგი იყო პირადი გადაწყვეტილება და ყველაფერი ეს საჯაროდ ითქვა, სად იყო პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, სად იყო გათავისუფლება და თქვათ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, ყველაფერი ეს ჩვენი საზოგადოების თვალწინ ხდება და საჯაროდ ხდება. თამათ შორის შეიძლება დაუკავშიროთ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს პრემიერის შეცვლასაც, იმიტომ რომ ბოლო 1 წელზე მეტია ახალი პრემიერი ხავს, ხო? ნუ თავისთავად ახალ პრემიერთან ერთად და ირაკლი კობახიძემ იმავე მომენტიდან, როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი, გამოაცხადა მთავარი პრიორიტეტები და სხვათა შორის მაშინვე ითქვა პრიორიტეტი, რომელიც ეხება საჯარო მმართველობის ეფექტიანობას, კორუფციის მხრივ კიდევ უფრო ასე ვთქვათ, კარგი შედეგების ქონას სისტემის დონეზე ასე ვთქვათ, გამართვას თვლიანად საჯარო მმართველობისა. ნახე, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პროცესში გარკვეული მოქმედებები, ასე ვთქვათ, პროშენელებული არის ხოლმე. შემდეგ ნახეთ, რომ აქ რუსთაველზე ზოგიერთმა ომის იმიტაციის მოწყობა გადაწყვიტა და ასეთი турბულენტობები. ახლა არის შესაძლებლობა, რომ კვლავ დაუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს და ზუსტად ის მიზნები მივახციოთ, რაც ჩვენ დავუპირდით. ეს ყველაფერი ჩვენი წინასაარჩევნო მინისტრების პირობებში არ იყო, თქვათ, კარგად შესრულებული თუ ზოგი იყო, კიდევ ერთხელ, ყველა ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზი აქვს. ზოგი იყო პირადი გადაწყვეტილება, მათ შორის შინაგანსაკუთრებთა მინისტრმა განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება და სხვა შორის სალსახადაც ითქვა, თუ გიგნება საჭიროება მისი დაბრუნების აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ის მზად არის და რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. ასე რომ ყველა ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზი აქვს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ ამას უნდა დაუპირდეთ საზოგადოებას და მედიას. ჩვენ მივყვებით ჩვენ წინასაარჩევნო დაპირებებს. ჩვენ დავუპირდით საგამოძიებო კომისიას და გასამართლებას, ამას ვაკეთებთ. ჩვენ დავუპირდით გამჭვირვალობას გაუცხოურ დაფინანსებისა, მივიღეთ კანონები, მივიღეთ მანდატით დაგვიდასტურა მოქალაქეებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში დაადასტურეს, რომ ამ კანონს უჭერენ მხარს. დავუპირდით, რომ საჯარო მმართველობის ეფექტიანობას გავზრდით და ვაკეთებთ ამას. ეს ყველაფერი არის იმ მანდატის შესრულება, რომელიც ჩვენ მოგვანახეთ. და ბოლოს მმართველ გუნდს არაერთხელ უთქვამს, რომ არ განიხილავს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და ოპოზიციის ამოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებია. საინტერესოა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველი გუნდი გეგმავს თუ არა იმ საარჩევნო რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომლებიც თუნდაც ბოლო არჩევნების შემდეგ ეუთო ოდირის დასკვნაში იყო მოცემული. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერი რეკომენდაცია. მათ შორის ჩვენ ეუთო ოდირთანაც ქონდა, ვიცით რომ მეც პირადად ქონდა შეხვედრა როგორც საპარლამენტო წარმომადგენლებთან, ისე გენერალურ მდივანთან და ასე შემდეგ. ჩვენ ყველგან გამოვთქვათ მზადყოფნას, თუ კი რაიმე შეიძლება ქონდეთ მოწოდებები პროცესთან დაკავშირებით, მზად ვართ მოვისმინოთ, განვიხილოთ. ჩვენ სხვათა შორის ყოველგვარი ასე ვთქვათ, გარედან თუ ზემოდან თუ არ ვიცი მე როგორ უყურებს ამ ყველაფერს მოწოდებების გარეშე, გარკვეული ცვლილებები მათ შორის ცესკომაც განახორციელა, მათ შორის ყველანაირი სპეკულაციების გამოსარიცხად ელექტრონულ თვალებთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენ თავად მოწადინებული ვართ, რომ არჩევნები იყოს, რაც შეიძლება კიდევ უფრო კარგი, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. მადლობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.